დედაჩემი ვერ ამტკიცებს, რომ იმშობია რა, არ არსებობს ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. ავაკეთეთ ახალი ჯგუფი, რომელსაც დავარქვით ვეძებ. ჯგუფს დღემდე არ მიუღია დაფინანსება. სახელმწიფოს, რომელსაც არ მოსდის მისთვის სასურველი პასუხი, გვაბრალებს ჩვენ იმას, რომ ნერწყვი შევცვალეთ. რომ ტესტი არ ცდება, გამორიცხულია. ფოსტაში მიცვლია ნერწყვებს ხო ამასაც ფოსტაში ნერწყვი როგორ უნდა შეცვალონ? ახლა რასაც ვამბობ, ბევრისთვის შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს. ამ ისტორიებს ხალხო ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ. ვაიმეო ხა იმის გინეკოლოგს უთქვამს, ეს ბავშვიო გაგვისხლტაო ხელიდანო და შევიდა, უკან შევიდაო და ხელახლა მშობია რომ ეხლაო და ტრენქიმები ეუბნებოდა რომ მახინჯი ბავშვი გაგიჩნდა, იმიტომ რომ ჩერნობილის რადიაცია მიმოქმედა ჭიათურის სამშობიაროს. მოეშალა მუცელი და დღეს და ის ბავშვი დღეს ხა ცოცხალი შორენა ქვია და გაიკეთა გენეტიკური ტესტი და ნამდვილად იმ ქალბატონის შვილია და ქალბატონი ბრუნდებოდა სახლში იცოდა რომ გაიკეთა აბორტი, თუმცა ამ ბავშვს გამოსწრდნენ ინკუბატორში და შემდეგ ყიდდნენ ერთ-ერთი ასეთი მესამე ბავშვი არის დედები იყვნენ გარემოების საკუთარი ხო ვინც ნებით დატოვა და ვისაც მოპარეს ისინი იმ დროის და იმ კრიმინალური სქემის მსხვერპლი არიან. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ, რომელიც იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენ გსურთ რომ თქვენი პოდკასტი, ვიდეო, ვლოგი ან ინტერვიუ ჩაწეროთ, ისევ როგორც წერთ ჩვენ, შეგიძლიათ იმართოთ პოდკასტ პოინტზე და ტელეფონზე დარეკოთ იმ ნომერზე, რომელიც არის აი აქ მითითებული. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ სტუმარს, ჩვენი სტუმარი არის ია ყველაშვილი, ადამიანი, რომელმაც ჩემთან ერთად შექმნა ჯგუფი ვეძებ, ადამიანი, რომელმაც ჩემთან ერთად შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ რატომ გადაწყვიტა მან ჯგუფის შექმნა, რა პრობლემები ქონდა მას და როგორ მოხდა მისი დის გაქრობა მეორე სამშობიაროდან, ამაზე უკვე თავად მოგიყვებათ. მოგესალმებით. მოდი სანამ უშუალოდ ჯგუფზე ვისაუბრებთ, ჯერ შენი დის ისტორია შევეხო ძალიან მოკლედ, კი გაქვს მოყოლილი აბსოლუტურად ყველა ტელევიზიაში, ყველა პოდკასტში, ყველგან, მაგრამ მაინც იქნებ ახლა გვიყურებს. ფოტოშორის ხო დიდი ხანია არც აღარ გამიმეორებია. ჩემი და დაიბადა 1968 წლის 17 აპრილს თბილისში, კამოს ქუჩაზე მდებარე ნომერი მეორე სამშობიაროში. მეორე დღეს უთხრეს დედას, რომ ბავშვს დაჭირდა სასწრაფო ოპერაცია, გადაიყვანეს იქვე მდებარე ბაქოს ქუჩაზე მდებარე ბავშვთა მეორე საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. თითქოს და ოპერაცია ვერ გადაიტანა ბავშვმა და გარდაიცვალა. როდესაც ჩემებმა მოითხოვეს გვამის გატანება და დასაკრძალად, უთხრეს, რომ ესეთ ბავშვებს უკრძალავთ სამშობიაროს ეზოში ესე უთხრეს უსტად, ანუ არ შეიძლება გატანება და ეს ბავშვი უკვე დაკრძალულია, იმიტომ რომ იმ ღამესვე გადაიყვანეს, თითქოს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, ხა 68 წელს რამდენად ეს სწრაფად ტარდებოდა ბავშვებზე, ახალდაბადებულ ბავშვებზე ოპერაცია, ეს კიდევ მეორე საკითხია და როგორი წარმატებით, არ ვიცი, ან რა ოპერაცია დასჭირდა. და არ გამოატანეს, იმიტომ რომ თითქოს იყო უკვე იქ დაკრძალული ეს ბავშვი. ოჯახის ნებართვის გარეშე? ოჯახის ნებართვის გარეშე, ანუ მარტო დედაჩემი იმყოფებოდა იმ დროს სამშობიაროში ხა ის. შუაღამეს. დიახ, მამაჩემი წამოსული იყო უკვე, ანუ აცნობეს რომ ბავშვი დაიბადა, ყველაფერი კარგად არის და წავიდნენ როგორც ხდებოდა მაშინ, აღსანიშნავად და მეორე. თუმცა საბუთების მოძიების მერე გაირკვა, რომ ბავშვი გამქრალია სამშობიაროს და საავადმყოფოს შორის. დიახ, ჩემი და სამწუხაროდ ხა მეორე სამშობიაროს ასე თუ ისე შენარჩუნებული აქვს სიმართლის წიგნი. რატომღაც აკლია 1968 წლის სიმართლის წიგნი, ეგრეთ წოდებული ჟურნალი და სიმართლის წიგნის ამონაწერი მე ვერ შევამოწმე, მაგრამ ოფიციალურად იუსტიციის სახლში ჩემი დის დაბადება არ არსებობს და მეტიც ჩემი დაბადება, მე როდესაც ვარ ჩემი მშობლების მეორე შვილი, მე დაბადების აქტში გაფორმებული ვარ როგორც პირველი მშობიარობიდან პირველი შვილი და მე კიდე უმცროსი ძმა მყავს, რომელიც არის რეალურად დედაჩემის და მამაჩემის მესამე შვილი და ის რეგისტრირებულია როგორც მეორე შვილი, ანუ პირველი ეს ჩემი უფროსი და საერთოდ გამქრალია ყველანაირი ოფიციალური დოკუმენტაციიდან, ანუ ისე არის გატარებული
თითქოს დედაჩემს საერთოდ არ ჰქონია პირველი მშობიარობა. ამიტომ დედაჩემი ამას ვერც დაამტკიცებს, ვერც სამართლებრივად ვერაფერს ვერ გავხდებით ჩვენ ასეთ შემთხვევებში. ანუ სხვებისთვისაც რო იყოს ეს უფრო გასაგები, ანუ რატო ხშირად რო გვეუბნებიან, რომ აი იჩივლეთ და რაღაცა, დედაჩემი ვერ ამტკიცებს, რომ იმშობიარა, არ არსებობს ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. ამიტომ სამართლებრივად ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით სამწუხაროდ. ჩემ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი ეძებს ისა გაშვილებულს არ გაგუშვილებია, მაგრამ სავარაუდოდ მოპარულს და მერე ალბათ ექიმების მიერ გაშვილებულ ბავშვს, სანამ ის მოპარული და გაშვილებული ბავშვი არ გაიკეთებს ტესტს. ეხლა რა ჩემს ძალიან ბევრ ნათესავს აქვს გაკეთებული და ამოსულის მყავს, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩემი ძმაც ამოსული ყავს, მაგრამ ჩვენ იმ ერთ კონკრეტულ შემთხვევას ველოდებით ხოლმე ასეთ შემთხვევაში, ანუ აუცილებელია, რომ იმ გაშვილებულმა თუ მოპარულმა თუ დაკარგულმა როგორც არის ბავშვმა გაიკეთოს გენეტიკური ტესტი, რომ ჩვენ ანუ გაშვილებული ბავშვისთვის უფრო მარტივია ბიოლოგიური ოჯახის მოძიება, გაშვილებული ბავშვისთვის ბევრად მარტივია, იმიტომ რომ ვიღაცა კი არა ბევრი ნათესაო ამოსდეს. თავარია ოდნავ ახლო ნათესავი, აი მეორე რიგის ბიძაშვილი ამოუვიდეს და ის ფაქტიურად ყველაზე გასულია, ну ის მეორე რიგის ბიძაშვილიც არ უნდა იყოს გაშვილებული სამწუხაროდ. ამ თემას ცოტა მოვგენებით ვისაუბროთ, მანამდე იცი რა მინდა რომ გითხო, შენ ამაზე არასდროს არ გისაუბრია და ეს საჯაროდაც არ ამბობ, მაგრამ თუ არ გინდა ამაზე საუბრი, შეგვიძლია არ ვისაუბროთ, რომ სავარაუდოდ არსებობს ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს შენი მოპარული და სხვათა შორის არის ერთი ხო რაღაც გარკვეულ კვალზე ვარ გასულები საკმაოდ სასიამოვნო ქალბატონი მე მას შევხვდი კიდევაც და ამ ქალბატონს მე მიმამსგავსა მისმა უახლოესმა არა ესეთი მსგავსება ანუ მართლა წარმოუდგენელია უახლოესმა მეგობარმა დამიკავშირდა და მითხრა რომ ესე და ესე გავს ერთი გოგონა რომელიც სავარაუდოდ ემთხვევა ეს დაბადების წლები და შესაძლოა იყოს შენი დამე მას შევხვდი მაინაც გამოთქვა სურვილი უბრალოდ მას ეგონა თავიდან ჩვენ დრო შევხვდით ერთმანეთს რომ მე ხوار ვიყავი მისი ოჯახიდან მოპარული და გაშვილებული ესე ეგონა და მე რა თქვა თუმცა მიუხედავად იმისა რომ აი ისეთი მსგავსებაა რომ არა მარტო ფიზიკური აი მანერებით რაღაცა საუბრით აი ყველაფრით და თვითონაც აღიარა იმიტომ რომ ისეთი სპეციალობის არის რომ ამას მარტივად ხედავს კიდევ მითხრა რომ შენზე უფრო კარგად ხედავ მე ამ მსგავსებასო მაგრამ ჯერჯერობით გენეტიკური ტესტის გაკეთებისგან თავსი გაუტავს. იცი რა არის, ახლა საკმაოდ ამდენი წელი ცხოვრობს აი ამ თავისი ესე ვთქვა ცხოვრებით, ხო? და მისთვის არასოდეს არავის ესეთი მსგავსი, მე არ ვამბობ რომ ეს ახლა 100%-იანი ჩემი და რა თქმა უნდა ვერ ვამტკიცებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე დავინახავ გენეტიკური ტესტის პასუხში, რომ ეს ამოვიდა როგორც ჩემი და მე მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ეს 100%-იანი. ჩემი და მე ვსაუბრობ როგორც ჟურნალისტი და არა როგორც ჯგუფის წარმომადგენელი. მაინტერესებს ბევრი ესეთ შემთხვევა, როდესაც ეჭვია ადამიანს რომ არის გაშვილებული, მაგრამ თავს იკავებს ტესტის გაკეთებისგან სიმართლის მოძიებას. რო ვთქვა, ხა ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ არიან. აი სხვათა შორის აი დამიკავშირდებიან, მოუწერიათ ანონიმურად ჯგუფში არ დავდებჯერ, აი მიყვებიან რაღაცას და ტესტის გაკეთებაზე, რა ვიცი, ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ უმეტესობა, რა ვიცი, ესე ფიქრობს ჯერ კიდევ, რომ აი ძალიან ცუდ ისეთ უხერხულ ფრაზას ვიხმარ, რომ მიმაგდო დედაჩემმა და აი რატო უნდა მოვძებნო და მე ყოველთვის ვამბობ რომ იქნება არ მიგაგდოა ჯერ ეს სიტყვა ვერ ვიტან ამას მიმაგდო, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ არც ერთმა დედამ შვილი არ მიაგდო. ეს იყო რაღაცა გარკვეული გარემოებების ეს დედები იყვნენ გარემოების საკუთარი ხო ვინც ნებით დატოვა და ვისაც მოპარეს ისინი იმ დროის და იმ კრიმინალური სქემის მსხვერპლი არიან და ამიტომ არ ვთვლი მე ნამდვილად ეხლა ამას არ ვამბობ რომ ვიღაცა გავამხნევო და რაღაცა ანუ იმ სიტყვებისთვის უბრალოდ თბილი სიტყვებისთვის არა მე არ ვთვლი რომ ვიღაცა დედამ მიაგდო შვილი არ არსებობს არ არსებობს აი იმიტომ რომ
ვერ მიაგდებდა რა და გარემოების გამო თუ მოხდა იქ ბავშვის დაატოვებინეს ან თუნდაც დატოვა ეს არ არის მიგდება არანაირად აი ეს დაატოვებინეს არის ძალიან ხშირი გამართლება ასე ვთქვათ რომელსაც ჩვენ ვისმენთ ხშირ შემთხვევაში ვინ ატოვებინებდა დედას შვილს შემთხვევაში მშობლები ოჯახის წევრები ოჯახის საკუთარი ოჯახის წევრები დედა მამა უფრო დედა ყველაზე ხშირი შემთხვევა ბავშვების დატოვების ასე ვთქვათ დედის ზეგავლენის ხო დედის ზეწოლით ისე რომ მამებმა არც იცოდნენ ხალხი რა სიტყვის ხო მამას და იცი რა არის ახლა რა მინდა რო თქვა სხვათა შორის ხშირად დედებმა არც იცოდნენ ანუ ბებიები პირდაპირ გარიგებაში შედიოდნენ ექიმებთან აი ესეც მინდა რო აუცილებლად თქვა და დედა შეიძლება საერთოდ საქმის კურსში არ ყოფილიყო და დედისთვისაც მოეტყუებინათ რომ ბავშვი ცუდად არის რაღაცა ესეთი პრობლემები აქვს სერიოზული ჯანმრთელობის და ნუ აი მეორე დღეს მესამე დღეს გარდაიცვალა და ამ დროს ბებიის ხელმოწერა შეიძლება იყოს და მაშინ ეს მისაღები იყო რომ ოჯახის წევრ შეიძლება და დაეწერა უარყოფა უარი ბავშვის და მე არასდროს შორის შეიძლება სიძე არ მოსწონებოდა დედას ან ოფიციალური სიძეა ოფიციალური სიძე და თვლიდნენ რომ აი ეს ბავშვი შეაკავშირებს ოჯახს და ის აღარ დაშორდებიან და ამ პირიქით მეორე ანუ რძალი არ მოწონებოდა დედამთილს და მაგ შემთხვევაშიც ემოქმედა აი ესეთი შენ თუ გახსოვს კოჭ ლავანძაშვილების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ისტორია იყო ჩვენთვის როდესაც ბებიამ რომელსაც არ მოწონდა სიძე, ანუ ქმარი აქ ვიღაც იმაზე არ საუბარი, არ მოწონდა ქმარი, თავისი შვილი წაიყვანა გორში სამშობიაროდ, გაურიგდა ექიმებს და თავის შვილს უთხრა რომ ბავშვი გარდაიცვალა, თვითონ გააშკვა საკუთარი შვილი, მერე ერთი წლის მერე შვილი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა ტრაგიკულად, მაგრამ მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა რომ არ თქვა რომ ბავშვი იყო ცოცხალი. ხო, ესეთი ისტორიები გვაქვს სამწუხაროდ ძალიან ბევრი და ეხა ჩვენი ეთერიდან პოდკასტიდან ბიბის დანაშაულება მაინც არ გვინდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ადრე რო თქვი რაღაცა წამოვიდა აგრესია რო აი ეს ბებიებზე ესე როგორ ამბობდა ბებიებს არაფერს ესე არ ვეხები თვითონ ბებიის ინსტიტუტს მაგრამ აი ამ შემთხვევაში ისინი როგორც ბებია და შვილი ისეთი დამოკიდებულებით არ მოქმედებდნენ სამწუხაროდ ისინი იმ ბავშვს უყურებდნენ როგორც შვილიშვილს არა აი როგორც რაღაცა მათ ხელის შემშლელს რაღაცა მათ გეგმებში და რა ვიცი ახლა როგორ მოგიწოდოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაერთი ფაქტი გვაქვს ჩვენ როდესაც ადამიანს გონია რომ მისი შვილი მართლა გარდაიცვალა და ამ დროს დედის ხელი ურევია და დედამ უთხრა რომ იცი რა ბავშვი გარდაიცვალა რაღაც ჩვენ დავგრძალეთ და ამ დროს ესეც არის სხვათა შორის ერთი ბებიისგან იცი ესეთი გამახსენდა ახლა ბებიებზე ის ქალბატონი ეძებს ბიჭს 83-იან თუ 4-იან აი 80-დან 83-მდე დასავლეთის რეგიონიდან არის და ჩვეულებრივად ახლა ყავს ორი ბიჭი ყავს თუ სამი და ერთს ეძებს და მერე უკვე წლების მერე გაიგო რომ დედამთილს ქონია რაღაც ოპერაცია გასაკეთებელი იმ დროს და რომ მივიდა ექიმმა რაღაც გარკვეული თანხა მოთხოვა და მოსამშობიარებელი ყავდა რძალი და იმის გამო რომ ეს ფული არ გადაეხადა იმ ოპერაციაში ექიმს გაურიგდა რომ მოდი ახლა ჩემი რძალი მშობიარობს იმ ბავშვს მოგცემ შენ და მე ოპერაცია გამიკეთე უფასოდ ეს არის ახლა რასაც ვამბობ ბევრისთვის შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს მაგრამ ნამდვილი ამბავია ესაც ის რძალი მე დროთა განმავლობაში ოჯახის წევრმა იცოდა კიდევ ეს გაიგო შემთხვევით და უთხრა რძალს როცა უკვე ის დედამთილი სიკვდილის პირას იყო რა რომ ესე და ესე ამასო აი ესეთი რაღაც აქვს ჩადენილიო და რომ იცოდეო და ის ქალბატონიც ეძებს თავის შვილს, მაგრამ ვერ პოულობს სამწუხაროდ. ია, შენ ბევრად უფრო ადრე დაიწყე შენი ძიება, ვიდრე მე ჩემი ბიოლოგიური ოჯახის. და სწორედ შენგან გამომდინარე მოხდა ჯგუფის შექმნა. ანუ ჩვენ ერთმანეთს
ასე ვთქვათ, გადავაწყდით ერთ-ერთ ჯგუფში, ჯგუფი შეიქმნა 2016-ში თუ 17-ში. რაღაცა მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მე და შენ დავალაგეთ, სახელი შეგვუცვალეთ. გავხადეთ საძიებო, გავასუფთავეთ, ასე ვთქვათ, მაგრამ მე იქ შეგვექმნა პრობლემები, იმიტომ რომ ეს პირველი ასე ვთქვათ ადმინისტრატორი ვინც იყო, მოკლედ მას არ უნდოდა რომ ჩვენ ის რაღაც აქტიურად ყოფილიყავით ჩართულები და გავაკეთეთ ახალი ჯგუფი, რომელსაც დავარქვით ვეძებ. როგორ ფიქრობ? ნუ ჩვენი ჯგუფი ერთადერთი არ არის, ნუ ჩვენი ჯგუფის მერე კიდე არაერთი ჯგუფი შეიქმნა და ნუ იქ არსებობდა ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ასევე ეძებენ. როგორ ფიქრობ, რატომ გახდა მთავარი საძიებო ჯგუფი ჩვენი ჯგუფი და რატო გავრცელდა ასე ვთქვათ ჩვენ შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთაც და აი ამ ხელა დაინტერესება რატო გამოიწვია? ну ჩვენ დავიწყეთ იქიდან რომ ჩვენ თავიდან ძალიან სწორი აქცენტები გავაკეთეთ ჩვენ დავიწყეთ ადამიანების დნმ-ის ტესტით გატესტვა რომელიც არის ახლა ყველაზე რეალური კვალის რითიც შეგიძლია რეალურ კვალზე გახვიდე ერთადერთი საშუალება ანუ ტესტით თუ არა ისე გენეტიკური ანალიზით ლაბორატორიაში რომელიც ვერად უფრო ძვირი ღირს ახლა იქეთ აღარ გავაგრძელებ და ეს გავაგებინეთ ხალხს გავაგებინეთ როგორ უნდა მოეძიათ საბუთებით როგორ უნდა ეპოვათ სამშობიაროში ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია ამაში იმდენი დაინტერესება ისეთი რაოდენობის ხალხი დაინტერესდა ჩვენი ჯგუფით რომ სწორი მათ შორის სწორად მიწოდება ფართო ადამიანების ფართო მასებზე სწორი აქცენტები მანდაც სხვათა შორის ზუსტად ეგ იყო პირველ ჯგუფში რომ დაგიკავშირდი იქ შენ რომ მე ვიცოდი რომ შენ ყავდა ძალიან ბევრი გამომწერი და შენი ერთი მეორე დღე იმ საღამოს შენ ქონდა პირდაპირ ჩართვა რაღაც საკითხზე და მე გთხოვე მოგწერე რომ თამუნა ესეთი რაღაცა ჯგუფი აი ეს პირველ ჯგუფზე და თუ შეიძლება რომ შენ თქვა ეს უბრალოდ ახსენო და შენი აი ეს live ჩართვა რო ქონდა და ეს ახსენე უბრალოდ და სთხოვე ადამიანებს რომ აი ჩემო გამომწერებს მიმართე რომ დაემატეთ და აი კატასტროფულად გაიზარდა ადამიანების გამომწერების და იმ ჯგუფში შემოსვლელების რიცხვი და იგივე მოხდა ანუ ეს იცოდი შენ როგორ უნდა გემართა ჯგუფი როგორ უნდა გაგეზარდა ჯგუფი იმიტომ რომ ჯგუფისთვის ყველაზე მთავარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბევრი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართულიყო და ასეც მოხდა დღესდღეობით 335,000 წევრია და დღეში იდება 100 მინიმუმს ვამბობ, 100 ისტორია შემოდის დასადასტურებლად და ყოველთვის ახლდება და ადამიანები არიან ფაქტიურად დამოკიდებული გახდნენ ჩვენ ჯგუფზე და შემოდიან და ამის მერე უკვე გახვედი საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო აღიარება მოიპოვე არაერთ ქვეყანაში, არაერთ ნომინაციაში და გაუთქვი სახელი ამ ჯგუფს და რამაც აქვე იურიდიული კუთხითაც მინდა რომ ასევე ამ ყველაფერს რომ ჯგუფს ყავს თავისი იურისტი ქალბატონი ლია მუხაშავრია რომელიც გვერდში გვიდგას და აქტიურად გავდიოდით მასთან კონსულტაციებს და მისი ესე ვთქვათ მის გარეშე ისეთ არანაირი ისეთ სამართლებრივად განცხადებებს არასწორს ესე იგი არ ვაკეთებდით ანუ მასთან თუ არ გავევლიდით კონსულტაციას ისე არანაირი ნაბიჯს არ ვდგამდით რომ რაღაცაში არ შევსულიყავით შეცდომაში აქვე უნდა აღნიშნოთ ის ფაქტიც რომ როდესაც შვილები ეძებენ დედებს თქვა აი იცის დედის სახელი და გვარები დედა არის თამუნა მუსერიძე და ამას რომ წერდით ყველა ამ სახელის და გვარის წარმომადგენელი ნუ საშუალოდ გვანძღავდეთ და გვეუბნებოდა რომ გიშიბლებთ დაგიჭერთ და ნუ ასე შემდეგ თუმცა თუ არ ხდება ადამიანის იდენტიფიცირება არ წერია მის დაბადების წელი მის საცხოვრებელი ადგილი მის პირადი ნომერი და ასე შემდეგ ჩვენ გვაქვს უფლება რომ დავწეროთ რომ ვეძებთ ამ სახელის და გვარის ადამიანს და ეს ყველაფერი ჩვენ გავიგეთ სწორედ იურისტებისგან კი და ვისწავლეთ როგორ უნდა გვემოქმედა სწორად პრობლემები რასაც ყველაზე ხშირად ვაწყდებით რა არის პრობლემების მეტი რა არის ძირითადი ჩვენი პრობლემა არის ის რომ ჯგუფს დღემდე არ მიუღია დაფინანსება სახელმწიფო. ყველას გონია რომ ჩვენ გვაფინანსებენ, ამ დროს ჩვენ მუშაობთ სრულიად უსასყიდლოდ. და
ვმუშაობთ ფაქტიურად, არ ვიცი, 24 საათიან რეჟიმში, ანუ სამუშაო ჩვენი დრო არ არის განსაზღვრული, აი დაუშვათ რაღაცა 12-დან 4-მდე რო თქვა, ანუ დილის 8-დან საღამოს მინდუშა კი წერს ხოლმე. მეძინება. 10 საათის მერე აღარ დაგვირეკოთ, მაგრამ მე დაანება მაგის წერას ხავ, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა. ღამის 2-ზე რეკვა 3-ზე, 4-ზე, იმიტომ რომ ისინი სხვა ემიგრანტები სხვა სასაათო სარტყელში არიან სხვა ქვეყნებში და იმათთან დღეა ჩვენთან ღამეა, მაგრამ ნუ არ აინტერესებთ, ვიღაცა მაშინ გაიგო რომ ნაშვილებია, ვიღაცა მაშინ წაიკითხა რომ შესაძლოა მისი შვილი მოპარული იყოს, აღმოაჩენს და ეგრევე ზარი ახლობელთან არა, ზარი ჯგუფის წევრთან და ადმინებთან. და ხდება ეგ და დაფინანსებას რაც შეეხება აბსოლუტურად არც ერთი არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ორგანიზაციებისგან ჩვენ დაფინანსებას რაღაც გარკვეული თანხით არც არანაირად ესე არ ვიღებთ, ჩვენი დაფინანსება ხდება ხოლმე, როდესაც აი აქციას ერთლარიან აქციას ვარქმევთ, ვისაც სურვილი აქვს, ესაც იმიტომ რომ ვისაც არ აქვს საშუალება მათ და ჭირდებათ დნმ-ის ტესტი მათ შეუძინოთ ეს ტესტები და რო ჭირდება რაიონებში ჩასვლა, ხშირად არის რომ მოხუცი ადამიანია გასატესტი, ვერ ახერხებს თუნდაც ახალგაზრდა იყოს, მაგრამ ვერ მოდის ან აქეთ და უნდა ჩააკითხო იქით მიხვიდე და ელაპარაკო გააკეთებინო ტესტი, გაგვიკეთებია ესეც და ამ ყველაფერს ჭირდება ფინანსი, რომ ვამბობთ, რომ არის ერთლარიანი აქცია და ჯგუფში არის 340,000-მდე ადამიანი, რეალურად რამდენი შემოდის? რეალურად შემოდის ხოლმე 200-დან 300 ლარამდე, რაღაცა 400 ლარამდე, მე შეიძლება დავწეროთ, რომ აი ამდენი ადამიანია და თანხა ის მხოლოდ ეს შეგროვდა, იმიტომ რომ ვიცით ესეთი ზოგადად ესეთი აქციების დროს, რომ აი რა თანხებით ირიცხება და ალბათ ყველას გონია, რომ ჩვენთანაც ასეა და უმეტესობა არ რიცხავს, თქო, არ ვიცი ამის მიზეზი მართლა რა არის, რომ სამწუხაროდ, ხო, თანხები ძალიან მცირე შემოდის. თუ ხანდახან ახლა რა თქმა უნდა დიდი მადლობა არის რამოდენიმე ემიგრანტი, რომელიც სხვათა შორის მუდმივ, ხო, ერთ და იგივე ხალხი, ერთ და იგივე ხალხი გვირიცხავს რაღაც გარკვეულ თანხებს. თვეში ყოველთვიურად ვერ დავარქმევ, მაგრამ წელიწადში რამოდენიმეჯერაც შეიძლება გარკვეული შემოწირულობა, ან არის რომ წაიკითხავენ ხოლმე რაღაც პოსტს და აი ამ პოსტის ავტორი თუ ტესტს ვერ გაიკეთებს, მე ვჩუქნი გადაეცით, ან მომიძებნეთ. კი, ასევე რამდენიმე ქალბატონია, რომელიღაც გარკვეული წლებში დაბადებული ბავშვებს რო ეძებენ და ისინი ამბობენ, რომ აი ამ წლის ბავშვი თუ შემოვა, მე ვაფინანსებ, არ არის პრობლემა. ტესტს ვქნი და ასე შემდეგ. ია, მოდი ტესტებზე გადავიდეთ. ჯერ სანამ უშუალოდ ტესტებზე ვისაუბრებ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პრობლემები ტესტებთან დაკავშირებით დაგვეწყო მაშინვე, როგორც კი დავიწყეთ ამ ტესტების, ასე ვთქვათ, საჯაროდ გაპიარება. პრობლემა არის ის, რომ ხალხს, რომელსაც არ მოსდის მისთვის სასურველი პასუხი, გვაბრალებს ჩვენ იმას, რომ ნერწყვი შევცვალეთ. მინდა ვთქვა, მართალია ცოტა ესეთი შემთხვევა, მაგრამ აი ამ რამოდენიმე დღის წინაც იყო, რომ გოგონამ თუ ნარჩ ბიჭმა გაიკეთა და წერდა, რომ არავინ ესო არ არისო ჩემი პასუხი, იმიტომ რომ არავინ ახლობელი არ მომივიდაო და ყველას გაკეთებული აქვს. ჩემ ახლობლებსო და მე არ მომივიდნენ და ანუ იმის აღიარება შეიძლება ან ვერ მიხვდა, ან არ უნდა ესე სიმართლეს პირდაპირ შეხედოს, რომ ამ დროს მოდი მე გავხსნი რამინდა რომ პასუხი მისი არის რეალურად სწორი, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა მქონდა, რომ ვიღაცამ გატესტა თავის ძმა, შეიძლება არა ვისაც ეჭვი ეპარებოდა და ვინც იცოდა ხო ბიოლოგიური ოჯახის წევრებმა გატესტეს ძმები, დები და ამოდიან ერთმანეთთან და მე ისინი ამტკიცებენ, რომ კი აი მე გავტესტე და დაიწერება ხოლმე კომენტარებში, ახლა ესეთ პოსტებს არ ვადასტურებთ, რომ აი ტესტი ცდება, იმიტომ რომ ტესტი არ ცდება.
გამორიცხულია. არა, თან აი ამის გაყალბება ეხლა როგორი წარმოუდგენელია ხალხო, ეს არის ჭხირი, რომელიც უნდა გამოილოს, ასე ვთქვათ, პირში და ეს არის კოლბა, რომელშიც არის მოთავსებული სითხე. ანუ ამის შეცვლა, ანუ ესე იგი ადამიანს უნდა ქონდეს კონკრეტულად ინტერესი, რომ ამერიკის ლაბორატორიაში დაურეკოს ამერიკის ლაბორატორიის მფლობელს, ანუ მარტო ინტერესი არ არის საკმარისი, ანუ აქ ხო ხვდებით, საერთოდ სად გავდივართ, რომ აი ეს სითხე როგორ უნდა შეცვალოს ჯერ ეს სითხე და ზოგი ამბობს, რომ ახლა ამის წინ რაღაცამ მკითხა, რომ ეჭვი მეპარებაო ფოსტაშიო. ფოსტაში მიცვლია ნერწყვებს ხო ამასაც ფოსტაში ნერწყვი როგორ უნდა შეცვალონ? გამორიცხულია ჯერ ერთი ეგრო გადმოხვალოს ვისაქვს მაგის უფლება ან როგორ უნდა მიხვდეს ფოსტაში ნუ რა რაოდენობის ტესტებია ხო ვიცით და იქ როგორ უნდა ამოარჩიოს ერთნაირ კოლოფში რომელია მისი კონკრეტული ადამიანის და რომც ამოარჩიოს როგორ უნდა შეცვალოს ფიზიკურად ვერ შეცვლის უნდა ჩადოს მაშინ გახსნას და ის ტესტი იქნება იქ დახარვეზებული ლაბორატორიაში, იმიტომ რომ დარჩება როგორც ერთი ადამიანის დნმ-ის ნარჩენები და რა ვიცი, შეერევა მეორე ადამიანის გაფუჭდება ხო და მით უმეტეს ახლა საქართველოს ფოსტაში ვის რაში აინტერესებს ჯერ ვიღაცის შეცვლა ნერწყვის მერე ხო ეს ხო მართლა გამორიცხული ხალხო ანუ ეხა ისეთ მარამზე საუბრობთ უცოტა კი მეცინება მაგრამ უნდა ვისაუბროთ ამაზე იმიტომ რომ ხალხი მართლა ხო ამტკიცებს ანუ ხო არის რაღაც ჯგუფი გაკეთებული ჩვენ წინ აღვდით რომელიც ამტკიცებს რომ ჩვენ ვრეკავთ ამერიკის ლაბორატორიაში და პასუხებს ვსვლით ერთმა ხო დაგვირეკა ერთმა ბატონმა და თქვენო ეს ხო, სამწუხაროდ. იყო ეგეთი პოსტიც იყო მიძღვნილი და მე იქ განიხილავდნენ კომენტარებში, რომ ძალიან კარგია რომ ესეთის ვგონი ვართ ხალხს, რომ მართლა ესეთი ყოვლის შემძლეები, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა არ ვიცი, რაღაცა არსებობს. სადაც ახლა აი იცი რა არის, როცა დედას ის ატყუებდნენ, რომ ახლა რამოდენიმე თვის წინანდელი ის იყო ისტორია, ქალბატონმა რომელმაც იმშობიარა ბავშვი, სამშობია რომ მას უყვები რა ქვია, როგორი იმშობიარა იმ ქალბატონმა, იმშობიარა ბავშვი და დაეწყო 5 წუთში მეორე ესე მოვლითი ტკივილები და მეორე მშობიარო ვარ ნუ ტყუპის ცალზე და ეხა ეს ქალი არ იყო მაშინ ანუ ისწლებია რომ ეხოსკოპია არ არის და ტყუპზე როა ორსულად არ იცის და რა ხდებაო ესო და ვაიმეო ხა იმის გინეკოლოგს უთქვამს ეს ბავშვიო გაგვისხლტაო ხელიდანო და შევიდა უკან შევიდაო და ხელახლა მშობიარო ეხლაო და ეხა სადაც დედამ ის ვერ წარმოიდგინა რომ დაიჯერა ხო და ეხლა მიხვდა რომ ის ორჯერ იმშობიარა ესე იგი ტყუპის ცალია და ეხლა ეწევს იმ ტყუპისა და მაშინ ეხა სადაც ის დაიჯერა რომ როგორ შეიძლება ბავშვმა ჯერ ახალშობილი როგორ უნდა გაგისხლტეს ხო ვერ მოძრაობს ისე რომ არა ანუ ნახეთ ეხლა ვინც გვიყურებს იმათმა შეიძლება იფიქროს რომ ჩვენ გიჟებივართ მაგრამ ჩვენ ამას ხო ყოველდღიურად ვისმენთ ანუ აი ამ ისტორიებს ხალხო ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ანუ ჩვენ ვისმენთ ისტორიებს აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ასე ვთქვათ ლეგენდა არის ის რომ ჭიათურაში ვინც მშობიარობდა 80-იან წლებში როდესაც მოხდა ჩერნობილის აფეთქება აი ამ ქალებს არწმუნებდნენ რომ ჩერნობილიდან წამოვიდეს რადიაცია და კონკრეტულად ჭიათურაში წამოვიდა და იმ ქალებმა რომლებიც იმ წლებში იმშობიარეს ამიტომ გააჩინეს მახინჯი ასე ვთქვათ ესე ამბობდნენ ქიმები ეუბნებოდნენ რომ მახინჯი ბავშვი გაგიჩნდა იმიტომ რომ ჩერნობილის რადიაცია მიმოქმედა ჭიათურის სამშობიაროს და ეს ჯეროდათ ანუ ამას ხალხო ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ აი ამ ისტორიებს და ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება რომ ეს არის აბსურდი მანუ ამის გარდა კიდევ არაერთ ამის გარდა ერთი ახლა გამახსენდა 82-იანი არის ბავშვს ეძებენ თუ 83-იანს ეს ოჯახი საერთოდ უნარო გახადეს, იმიტომ რომ კამოს ქუჩაზე იმშობიარა, იმანაც და სხვათა შორის იგივე გინეკოლოგთან, ვინც დედაჩემი ამშობიარა და ესენი ურეკავდნენ, ანუ ექიმები, რომ აი თქვენ ისეთი ხო არ გამოატანეს, იმიტომ რომ ისეთი სიმახინჯეაო, რომ საკავშირო მასშტაბით გაიგესო ეს აი გინეკოლოგებმა და პედიატრებმაო და მოსკოვში გადააგზავნესო ეს ბავშვიო ანუ ისეთი გამორჩეულად რაღაცა საშინელება დაიბადა და ურეკავდნენ მერე რომ აი სად მუშაობთ, სად ცხოვრობდით, რომ რატო დაიბადა ესეთი სიმახინჯე და დედა ბავშვის გახდა ხელოვნების მუშაკი იყო წარმომადგენელი, ანუ ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდა დედა და ვეღარ შეძლო
მუშაობის გაგრძელება და მამას რაღაცა 2 წელიწადში ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა, რომ აი დარდობდნენ, რომ აი ესეთი საიდან გაუჩნდათ ამათ ესეთი მახინჯი შვილი, ისეთ სუდად მიაწოდეს ეს ისტორია და დედმამის მიმართ იმდენად დიდი ნდობა იყო და ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ეს ყოფილი ჯეროდათ, მაგრამ სამწუხარო ისე რომ დღესაც ჯერა ბევრს აი იმ რაღაც ისტორიების რა დღესაც ჯერა მაგრამ მინდა ეხლა ახალ აღმოჩენილ სქემაზე ვისაუბროთ უკვე მესამე შემთხვევა გვაქვს ესეთი ნამდვილად დაუჯერებელი იყო ეს ამბავი ჩვენთვის თუმცა აი ერთი და იგივე სქემაზე სხვადასხვა ოჯახები რომ არ საუბრობდნენ ნამდვილად არ დავიჯერებდი საუბარი მაქვს თითქოს და ბავშვის მოშორებაზე როდესაც დედა 6 თვის ამ თემაზე ხა ჩვენ არ ვიცაუბროთ თუ რატომ გადაწყვეტდა რომ 6 თვის ნაყოფი მოეშორებინა მაგრამ მოკლედ უკვე მესამე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული როდესაც ქალი წავიდა ასე ვთქვათ აბორტზე ამშობიარეს ხელოვნურად 6 თვის ბავშვი მე არ ვიცი იმ ქალბატონებს რა უთხრეს ბავშვი წავიდეს 6 თვის ნაყოფი მაგრამ უკვე მესამე ბავშვი გამოჩნდა ანუ შორენას ისტორია არის ესეთი პირველი იყო ეს ამ სქემის ისტორია რომ დედამისი წავიდა სისხლდენით 7 თვის არც იყო 6 თვენახევრის აუტყდა სისხლისდენა და გადაიყვანეს სამშობიაროში და გაუკეთეს ახლა როგორც მაშინ თქვას რაღაცა პროცედურა ესე გამოფხეკა თუ რაღაცა მოეშალა მუცელი და დღეს და ის ბავშვი დღეს ახლა ცოცხალია შორენა ქვია და გაიკეთა გენეტიკური ტესტი და ნამდვილად იმ ქალბატონის შვილია და სხვათა შორის დედამისი ექთანი იყო შორენას დედა ხო რაღაცა ექიმების განმოხდა აყვანა რაღაცა მეც სქემა არის ესეთი და კიდე რა უცნაური ისტორია აქ ამ შორენას ამ ბავშვამ დედამის სხვა ბავშვი ყავდა აყვანილი 2 თვით ადრე და 3 კვირაში ეს ბავშვი წაართვეს იმიტომ რომ მშობლებმა გაიგესო რომ ცოცხალიაო მოიცა ვერ გავიგე სხვა ბავშვი ყავდა სანამ ამ ყვამშობლებს ყავდათ აყვანილი მანამდე ერთი გოგონა ყავდათ აყვანილი რომელიც 3 კვირაში წაართვეს უკან იმიტომ რომ ოჯახმა გაიგო მიაგნო რაღაცნაირად არ ვიცი ახლა ის ბავშვი ვინ არის არც ამან არ იცოდა და დედამისი აღარ არის ცოცხალი რომ ეს უთხრას და მე აიყვანა შორენა და მე კიდევ აიყვანა რომელიც ასევე მოპარული იყო რომელიც ხო ასევე მოპარული მოკლედ სქემა იყო ესეთი ქალი მიდიოდა აბორტის გასაკეთებლად უმძიმესი ამბავია ხა ეს რომ 6-7 თვის ორსული ქალი მიდის ბავშვის მოსაშორებლად მაგრამ ნუ ეს მიდიოდა მოსაშორებლად ამშობიარებდნენ ხელოვნურად ეუბნებოდნენ რომ ეს იყო აბორტი ამშობიარებდნენ ხელოვნურად არ ვიცი რას ეუბნებოდნენ დედებს ანუ ბავშვი აი ეს გაჩენილი ბავშვი საწავიდა ხო აი კი გაჩინა 7 თვის ბავშვი ხო ბავშვი ჩამოყალიბებული არ ვიცი რას ეუბნებოდნენ მაგრამ ქალბატონი ბრუნდებოდა სახლში იცოდა რომ გაიკეთა აბორტი თუმცა ამ ბავშვს გამოსწრდნენ ინკუბატორში და შემდეგ ყიდდნენ ერთ-ერთი ასეთი მესამე ბავშვი არის ნინი თავად მოვიდა ისაუბრებს ამ ისტორიას და მაგრამ ნუ ეს იყო აი მართლა შოკის მომგვრელი იმიტომ რომ ნინის ოჯახს ამდენი წელი ვეძებდით და ნაპოვნი ყავდა ბიძაშვილები და ეს ბიძაშვილები ვერ წარმოიდგნენ იმიტომ რომ ქალი იძახდა რომ ანუ კი წელია სხვა მაგრამ მე აბორტი გავიგეთ ანუ არ იყო ეს დამალული აქვე ძალიან ისე მოკლედ მინდა ყველა თემა შევეხო მე რომ პანაგიოტის ის ისტორიასაც შევეხოთ რა ისტორიას რომელიც მართლა რომელშიც იმდენი რეზონანსი იმდენი ნერვები დრო რა ვიცი ყველაფერი ჩავდეთ რომ არ გაშუქებულა ეს და მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ ახლა ჩვენ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება იმიტომ რომ ახლა პირადად მე დავდიოდი შინაგან საქმეთა სამინისტროში თვეების განმავლობაში ხელი მქონდა მოწერილი გაუთქმელობას დაკითხვებზე დავდიოდი და ინტერვიუზე ვაზრებდი ოღონდ პანაგიოტის ოჯახი გვეპოვა მოდი შენ მოგვიყევი თუ კიდე მე მოვყვები დასაწყის და ბოლო ისტორია შენ მოყვევი ანუ პანაგიოტისი არის ადამიანი რომელიც ერთ-ერთია იმ 10 ბავშვი რომელიც კვიპროსზე გაშულდა მისი ოჯახი ჩამოსული იყო საქართველოში სხვა მშობლებთან ერთად ანუ თავის მეგობრებთან ერთად კვიპროსელი მშობლები ჩამოდიოდნენ საქართველოში ჩებოდნენ სასტუმროში და შემდგომ მიყავდათ ბავშვები რამდენიმე კვირის მერე ეს ყოფილი ხდებოდა ოფიციალურად თუმცა მის დაბადების მოწმობაში არსებული მშობლები რომლებიც ეწერა ნონა და შოთა რუხაძეები არ არსებობდნენ და ზუსტად ეს იყო რაზეც კიოდით რომ არის გაყალბებული საბუთები თქო და სხვათა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლოს დამიბარეს მითხრეს რომ ნაპოვნი არიან თამუნა მისი მშობლებიო და რა გინდაო მართლა ნონა და შოთა რუხაძეები არიან ხო და ეხლა თუ მიყურებენ არ არიან ნონა და შოთა რუხაძეები სხვები აღმოჩნდა რატომ მომატყუეთ
არ აღმოჩნდნენ ისინი. თუმცა საბოლოოდ კვალზე გავიდა. კი. როგორ მოხდა ეს ამბავი? საბოლოოდ კვალზე ძალიან 4 წლის მერე ტესტით გავიდა კვალზე. ანუ გატესტა უამრავი ადამიანი, ვინც ამოუვიდა. პანაგიოტისის საქმეში ჩართული იყო ძალიან ბევრი ჯგუფის ესე ვთქვათ, ტესტების შემომწირველი. კი, 24 ტესტი აჩუქა ჩვენმა ჯგუფმა, ამერიკიდან გოგოებმა აჩუქეს. სალომე კოლემანი, ელო, მაგდა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ელენე, ვინც ინტენსიურად გვეხმარებოდნენ და ეხმარებოდნენ პანაგიოტის რო ეპოვა მშობლები. და საბოლოოდ აი ამ უამრავი ტესტის გაკეთების და ადამიანების გატესტვის მერე იპოვა თავიდან მარტო ის ვიცოდით რომ მეგრელი იყო, სამეგრელოს რეგიონიდან იყო. და რეალურად ბოლოს გაიტესტა და იპოვა ბიოლოგიური მამაც და იპოვა ბიოლოგიური დედაც, რასაც რა თქმა უნდა მთელი სულით და გულით ვულოცავ. საბოლოოდ იპოვა ორივე მშობელი და არის დღეს ბედნიერი. თუმცა ჩვენგან იყო ძალიან დიდი უხერხულობა ის, რომ ჩვენ ამტკიცებთ, რომ ეს მოპარული ბავშვი იყო. საბოლოოდ ხო პანაგიოტისი მოპარული არ აღმოჩნდა. არ აღმოჩნდა მოპარული, თუმცა მისთვის უკვე ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩვენ დღემდე ვერ ამოვხსენთ შუამავალი გარდაცვლილია და მეგონა, იმიტომ მოპარული, რომ მშობლების სახელები იყო შეცვლილი და ეწერა ისეთი პიროვნებები, რომლებიც რეალურად არ არსებობენ. და ეს ალბათ ამოვხსენილი დარჩება ბოლომდე, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც იყო შუამავალი, გარდაცვლილია და მას ვეღარ ვკითხავთ, რაში დაჭერდათ იმ ადამიანების. ხო, სხვათა შორის ახლა გამახსენდა აი ეს მშობლების გვარებთან დამიკავშირდა ადრე ერთი ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ მისი ნათესავი გარდაიცვალა აყვანილი ბიჭი და მითხრა, რომ სისხლის დაავადებით. და მან მითხრა, რომ ეს ბავშვი იცოდა, რომ ეს ბავშვი იყო მოპარული და იცოდა მშობლების სახელები და გვარები ამ ბავშვის და მითხრა, რომ ეს რადგან გარდაიცვალაო, იქნებო ეძებენო და იცოდეო. ანუ ის ბიჭიც გარდაიცვალა, აყვანილი ბიჭი და მისი ამყვანი მშობლებიც. და ეს ახლა ბიცოლა დამიკავშირდა სხვათა შორის. და ჩამაწერინა სახელები და გვარები მისი ბიოლოგიური მშობლების, რომ მე თქვა, რომ მეწოდება ხო ისინიც ვინც ის ეძებენო და არ არისო უთხარიო, რომ აღარ არის მათი შვილი ცოცხალიო. ნუ ჯერ პირველად შოკი მივიღე ახლა, რომ ესე იგი იცოდნენ ოჯახმა, რომ მოპარულ ბავშვს ზრდიდნენ, მაგრამ ნუ ახლა ფაქტი უკვე მომხდარი იყო. და სხვათა შორის ეგ ცოლ-ქმარიც არ არსებობს. უი, რას ლაპარაკობ? მოძებნეთ მაშინ ეგ ცოლ-ქმარი არ არსებობს. ეგეთი ცოლ-ქმარი არ ყოფილა ანუ საქართველოში. რაშია საქმე? და ის ქალიც გაოგნებული დარჩა ის ბიცოლა, რომ როგორ, ესე იგი ამდენი წელი გვეგონა, რომ ეს ამ გვარის იყო. ხო. ეს ბიჭი და რა ვიცი, ხო ვეღარ გავიგებთ მაგას, იმიტომ რომ ის ბიჭი გარდაცვლილია. და დღესაც ვერ გაიგეთებს ვერა. ხო, და სხვათა შორის იმ ბიჭის გარდაცვალებას ვერ გაუძლო ამ ყვანმა მამამ და მალევე გარდაიცვალა დარდით. თავისი შვილის გარდაცვალების მერე. კი. მოდი, ეხლა ბოლოსკენ ვისაუბროთ აი ამ ორი ტესტის განსხვავებაზე. და თუ რატომ არის აუცილებელი, რომ გენეტიკური ტესტი გაიგეთოს ადამიანმა. განსხვავება ახლა ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის თავიდანვე, როდესაც დავიწყეთ ჩვენ ადამიანების გატესტვა, გავიგეთ ეს ამბავი და გატესტვა, ავირჩიეთ ანცესტრის ტესტი, იმიტომ რომ ამას მსოფლიოში ქონდა ყველაზე დიდი და მრავალადამიანიანი ბაზა. ხო, მრავალწევრიანი ბაზა. და ამიტომ ჩავთვალეთ, რომ რადგან უფრო მეტი ადამიანი არის ამ ტესტით გატესტილი, ჩვენც გავიტესტოთ, ჩვენი ხალხიც ამითი გავტესტოთ, რომ უფრო დიდ ბაზაში, უფრო დიდი მეტი შანსია პროცენტულად, რომ მიიპოვა შენი ნათესავი. და ამის გარდა, ამას რომ მყიდულობდით, ამის მოსული პასუხები შეგეძლო რომ აგეტვით და ამ გენეტიკურ ტესტის ბაზაში და რეალურად ერთი ტესტით ჰქონდა ორი ბაზის პასუხი, ორ ბაზაში იჯექი. ეხლა შეიძლება სხვადასხვა ბაზაში, ანუ აქ აღარ შეიძლება მე ამათ მაგაიგეს და აღარ მოეწონა. ხო, ალბათ რომ ამათი ტესტები აღარ
აღარ იყიდებოდა სავარაუდოდ და მაგის გამო აკრძალეს ამათმა, მაგრამ გედმეტში რო არის იქ იტვირთება family tree. ორივე შეიძლიათ ატვირთოთ ერთ ბაზაში. ხო, მაინც აქვს ეგ ფუნქცია შენარჩუნებული სხვა ბაზებში, იქ იტვირთება და რაც შეეხება მეორე ტესტს, ხშირად როდესაც ისხარვესდება 3-ჯერ 4-ჯერ არის ესეთი შემთხვევები, მე უკვე ურჩევთ ხოლმე რომ მაშინ ეს გაიკეთე უფრო მარტივია, ანუ და გაუხახო ჩხირი და ასე ვთქვათ დაბრაკვა ტესტის. რატო ხარვესდება ტესტი ლაბორატორიაში? ტესტის დახარვეზების მიზეზს ლაბორატორია ჩვენ კონკრეტულ ტესტზე არ გვიწერს მიზეზს, მაგრამ შესაძლოა იყოს საჭმლის საკვების ნამცეცები, ამიტომ ტესტის აღების მომენტში, ანუ ნერწყვის მასაში შერეული იყოს პატარა ნაწილაკები საკვების, რომელიც ახარვეზებს ტესტს. ასევე შეიძლება საკმარისი არ იყოს ნერწყვი, მოცულობით არ იყოს მიწოდებული და ისინი მაგ დროსაც ახარვეზებენ. შეიძლება ელემენტარულად თავზე არ მოუჭირა ვიღაცამ კარგად და დაიღوارა გზა ტრანსპორტირების მომენტში და არ ჩავიდა იქამდე მასალა და მაგ დროსაც და არის კიდე ერთი შემთხვევა ხოლმე ესე წერია რომ ნერწყვი იყო, მაგრამ შიგ საკმარისი დნმ-ი ვერ ამოვიღეთ, ასე წერენ. ანუ ამ დროს გვირჩევენ რომ აი რაღაცა ლოყებზე შიგნიდან ვიკბინოთ რაღაცა ლიმონი. ან ხო, ესე რომ წამოვიდეს ისეთი ინტენსიური ნერწყვის დნა იყოს და ის მასა აიღონ დაინტერესებულმა პირებმა. გარდა ამისა, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამდენ ხანში ჩავა ტესტი ამერიკის ლაბორატორიაში? მაქსიმალური ვადა არის 6-7 თვე ჩვენ გქონია, ზოგს გონია, რომ აი ძალიან სწრაფად თუ არ ჩავიდა ტესტი, მაგის ბრალი შეიძლება იყოს დახარვეზება და გამოთქვამენ ხოლმე მაგის გამოც უკმაყოფილებას, მაგრამ მე პირადად გქონია 8 თვის მერე, ანუ არ მივიდა სახელი დაგვარი რომ გაგზავნილი ტესტი, რომელიც ჩვეულებრივად მოვიდა პასუხი, ანუ ვადის გახანგრძლივება ტესტის ჩასვლამდე და ლაბორატორიის პასუხამდე არ ახდენს ზეგავლენას ტესტის ხარვეზზე. მოყვება სითხე, რომელიც კონსერვანტი, ცისფერი ხსნარი რო არის, ზუსტად ის არის კონსერვანტი, რომელიც ინახავს იმ ნერწყვს იქ ჩასვლამდე, ამიტომ აუცილებელია, რომ ახლა პატარა განმარტება რომ მოუჭერთ თავს ის კონსერვანტი სითხე, კარგად მოუჭერთ, რომ ჩავიდეს იმ ნერწყვში, შეერიოს და ესე მოხდეს მისი ტრანსპორტირება და ლაბორატორიამდე მისვლა. რამდენი ხანი ინახება შენი მონაცემი მსოფლიო ბაზაში? 300 წელი ინახება. ხო. ანუ შეიძლება დღეს გაიგეთ. აი, ხშირად გვყავს ხოლმე დედები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ჩემ შულს თუ გაკეთებული არ აქვს, ესე იგი ვერ ვიპოვი და მაშინ რა აზრია გაკეთებას. შეიძლება თქვენ შულს დღეს არ ქონდეს გაკეთებული, მაგრამ თქვენ რომ გაიკეთებთ და თქვენ მონაცემს მსოფლიო ბაზაში შეინახავთ, 20 წლის მერე გაიკეთოს თქვენმა შულმა და 20 წლის მერე თქვენი გაკეთებული ტესტი ერთ-ერთი ესე ვთქვათ, რა ვიცი, ყველაზე უაზრო მიზეზი მგონია, რომ აი მე რო გავიკეთო, მე რა ვიცი, ახლა იმას გაკეთებული აქვს და ამოვალ და ხა იმანაც რო ასე იფიქროს და შენც რო ასე იფიქრო და მაშინ არავინ არ უნდა გაიკეთოს, ხო, პირიქით ყველამ უნდა გაიკეთოს, იმიტომ რომ იცი როგორ მეწოდებიან ხოლმე ის აი წარმოიდგინეთ რომ მოვა პასუხი და ერთად განვიხილავთ დაუშვათ ზოგი არის რომ ისე აღელვებულია რომ ვერ ხსნის რაღაცა ვერ იგებს, თუმცა კი იცის როგორ უნდა ნახოს და მირეკავენ ხო მესენჯერში ჩავერთობი და მიდი ნახიაბა მითხარი ვინ ამომივიდა, აი რო ნახოთ ის ბავშვები როგორ ელოდებიან და ამ დროს რო ეტყვი რომ აი რაღაცა მეოთხე თაობის ბიძაშვილი ამოგიდა. ესე კი არავინ არ მეძებს და ეს იმათვის არის ხოლმე, აი რა ვიცი, ძალიან მძიმე მომენტი რა და ამიტომ ყველას ვთხოვ რომ კიდევ ერთხელ რომ აი გაიკეთეთ, შეიძლება პირადად თქვენი ოჯახის წევრი არ იყოს დაკარგული, მაგრამ იყოს აი ბების, დის შვილიშვილი გამოჩნდეს, ბაბუის ძმის შვილიშვილი და ასე შემდეგ დედის დეიდაშვილიშვილი, რა ვიცი. აქვე მინდა აი ბოლოსკენ პოდკასტის ბოლოსკენ ვთქვა რომ პეტრე ავალიანის ისტორია იყო ჩვენთვის ძალიან მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი. პატარა ვიდეოს ჩავსვამთ. მოგინდა მშობლის მოძებნა? და რა გითხრეს? არაფერი, ასეთ რა უნდა ეთქვა. მე ვეძე და ძებნა ისე მინდა შობლები. რატო? ნახვა მინდა ისე. რატო? მე ყოლა შობლები.
აიქნებოდა. ჩვენ გავუკეთეთ გენეტიკური ტესტი პეტრეს და გენეტიკურ ტესტში იპოვა ბიძაშვილი, ავალი ბიძაშვილი. კი. თუმცა მისი სანათესაო არ თანხდება ტესტის გაკეთებას. და ეს არის ჩვენთვის ძალიან არის ხშირად რომ არ თანხმდებიან ხოლმე, არ იკეთებენ, აი რაღაცა მივალთ კვალზე და ეხლა რაღაცა ის გვინდა რომ ის რგოლი ჩაჯდეს თავის ადგილზე და ის ადამიანი კატეგორიულად არ გვეთანხმება და ხა დაძალებით ვერავის ვერ დავაძალებს. რა თქმა უნდა. და ამ დროს ის ბავშვები არაფერს არ ითხოვენ, ისეც უბრალოდ თავისი გენეტიკა აინტერესებს, ხო შვილები ყავთ, აი ყველამ თავის თავზე წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ დღევანდელ დღეში, აი 21 საუკუნეში და თქვენი ნამდვილი წარმოშობის გვარი არ იცით. ხო ძნელია რა და ამიტომ შედით აი ამ მაძიებელი ბავშვების მდგომარეობაში, ბავშვებს ვეძახი ხო ჩემს ბავშვები ვართ აბა რა. ისე როგორ ელოდებიან ხოლმე როგორ უნდათ აი ეს ნათესავის პოვნა განა ის თავის აღზრდელი ოჯახი და იმათი ნათესავები როგორ არ უყვართ, მაგრამ აი ეს რაღაცა ის სისხლით ნათესავებიც უნდათ და მეუბნებიან ხოლმე ხშირად რომ აი რაღაცა აი უპირობოდ შემიყვარდა ვიღაცა, ვინც გაიგო და აი რაღაცა იმაში მესენჯერი ჩათი გავაკეთე ბიძაშვილებთან და ყოველდღე კონტაქტები და რაღაცნაირად ისე არიან ხოლმე რა, ბედნიერები კიდევ უფრო თორე. ეხლა ზოგიერთ ამ ყომშობილს რო ეშინია, რომ აი არ ეხმარება ეგაც არ მესმის რა, უკვე როცა შენმა შვილმა გაიგო, რომ არის აყვანილი. უთხარი თუ რამე იცი, იმიტომ რომ ისინი შვილები რომ უფრთხილებია კიდე მშობლებს რომ მე არ მინდა გული ვატკინო და ამ დროს გამოდის რომ ისინი ტკენენ, იმიტომ რომ არ ეუბნებიან. ეს იმ შემთხვევას გულისხმობ, როცა იციან და რაღაცა რო უთხრან შეიძლება უმნიშვნელო დეტალიც კი წაადგეს იმ ძიების საქმეში და ძალიან გთხოვთ, ვისაც ეხლა თან ფასდაკლებაა ტესტებზე, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც უბრალოდ ინტერესი გაქვთ, ან გსურთ რომ რაღაცნაირად ძალიან დიდი მადლი ჩაიდინოთ, ძალიან გთხოვთ გაიკეთეთ ტესტები, თქვენ არ იცით რამდენ ადამიანს შეიძლება დაეხმაროთ და ბიოლოგიური ოჯახი აპავრინოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. არაფერს, მადლობა რომ თქვენ მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.